დღევანდელი დღე ბევრისთვის იყო შოკის მომგვრელი რეალურად, იმიტომ რომ ის რაც ნანახი ჰქონდა ჩვენი თვალით შარშან ნოემბერი-დეკემბრის დღეებში, რაც განიცადა ძალიან ბევრმა ადამიანმა 10,000-ობით მოქალაქემ, მას სახელი მოეძებნა და დაერქვა ძალიან ავტორიტეტული ჟურნალისტური გამოძიების სახით, რომელმაც ფაქტობრივად ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება და დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ისეთი ქიმიური იარაღი, რომლის გამოყენებაც აკრძალული არის, ზოგადად აკრძალულია და მათ შორის აკრძალული არის მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ. ეს ორი რამით არის მნიშვნელოვანი, ხო? პირველი, ადამიანებს ჰქონდათ დიდი ხანი ეჭვი და კითხვები, იმიტომ რომ ვინც იმ აქციებზე ვიყავით იმ დროს დავდიოდით, ყველას გვესმოდა, რომ აი რაღაც ეს გაზი არ ქრებოდა მალე, ხო? ეს შემაწუხებელი სუნი, ხო, კანზე, თვალზე, სუნთქვაზე. კი, და ეს რაც ვიცით და რაც ხილული იყო და რაც არ ვიცით, როგორ მოხდა ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება, ეგ ცალკე საკითხია კიდე, ხო? იმიტომ რომ როცა ჩვენ ლაპარაკობთ გამოყენებულ ნივთიერებაზე, რასაც ამბობენ მისი აკრძალვის მიზეზი და მასზე ვარისთქმის მიზეზი 1930-იან წლებში სწორედ ის გახდა, რომ მან დაადასტურა ძალიან ხანგრძლივი უარყოფითი შედეგები ადამიანების ჯანმრთელობაზე, განგრძობითი შედეგები და ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც იგრძალება ქიმიური იარაღის გამოყენება ზოგადად. საკუთარი თავის მაგალითზე ეს იცის 10,000-ობით ადამიანმა, მაგრამ ეხლა გაიგო მთელმა ქვეყანამ, ხო, რომ ივანიშვილი, მისი დაქვემდებარებული ძალოვანი რაზმები ქართველების წინააღმდეგ იყენებდნენ ქიმიურ იარაღს და ჩვენ ესეთი რამ საქართველოში 1999 წლის შემდგომ არ გაგვიგია, რომ აკრძალული ქიმიური იარაღი გამოყენებული ყოფილიყო ქართველების წინააღმდეგ, ხო? ავიცი, ეს ძიმეც არის მოსასმენად და შესაძლებლობაც არის ალბათ, რომ კიდევ უფრო თვალი გაუსწოროთ რეალურ სისასტიკეს, რომელთანაც ჰქონდა საქმე და რომელთანაც გვაქვს საქმე. ადამიანებზე, რომელთვისაც ქართველი ახალგაზრდობა, ადამიანები, მშვიდობიანი ადამიანები არ არის ფასეული და ბევრი რამის ისეთივე გაკეთება შეუძლია, როგორც ამას ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აკეთებს.